რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. მოწმეებს შორის იყო ნინო ონიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტია. ადვოკატ ომარ ფურცელაძის ინფორმაციით ონიანმა თქვა, რომ სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს და ხელფასი აქვს, რომელიც არ ერიცხება. ონიანის მტკიცებით ფლობს ჩანაწერებს, რომლებშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ. გითხარით? არა, ეხება არ მისვაგეთ. რატომ? სრუჩვენება მიეცით სასამართლოს? რა უთხარით მაშინ სასამართლოს გითხარით? ხალბატონო ნინო. როგორ რას ნიშნავს? ტელეფონზე საუბრო და იჩხარ არ საუბრო. მას როგორც ჟურნალისტს მისმა წყარომ, რომელიც არის კონფიდენციალური, მიაწოდა ვიდეო აუდიო მასალა. ეს ფაილები შეეხებოდა აქციის მონაწილეთა შეთანხმებას, რაციების საშუალებით მათ მიერ ინფორმაციის გადაცემას და ეს ინფორმაცია სწორედაც ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტულად ძალადობრივი ქმედებები არ იყო შემთხვევითი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ზღაპრის გმირი მოიყვანეს გამოსაკითხად, იმიტომ რომ ადამიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიებს, მაგრამ არ ვაქვეყნებ და ვინახავ. შეიძლება ვინმეს მიაცდეს, რომ ეს სასაცილოა და ნამდვილად სასაცილოა ცალკეული გარემოებია, მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს კონდეთ განცდა, რომ სასამართლოს კომისარიაში მივლენ სრუჩვენებას მისცემენ და მერე გააგრძელებენ ცხოვრებას მშვიდად და წყაროდ. დღევანდელ პროცესზე სხვა მოწმეებთან ერთად ასევე გამოკითხეს ოცნების სატელიტი პრორუსული პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი გელა ნიკოლაიშვილი. წინა სხდომაზე კი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებები ამავე პარტიის წარმომადგენლებმა ბიძინა გიორგობიანმა, ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლაიშვილმა და ნანა კაკაბაძემ მისცეს. პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება სწორედ ამ პირების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ქვეყანა აბსოლუტურად უნდა აირიდოს ნებისმიერი გაღრმავება კრიზისის, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი მსგავსი მოვლენა, რაც 92 წელს მოხდა და იმ ადამიანებს მხრიდან, რომელიც ამ მოვლენების წყარო იყვნენ, იმ ადამიანებს მხრიდან პროვოცირებას არავინ არ უნდა აპყვეს. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ გადატრიალების უკან, დღეს ცილისწამებით არიან დაკავებული. ამიტომ ქვეყანა უნდა აირიდოს ნებისმიერი გამწვავება. ქვეყანა უნდა მოახერხოს, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოება გამთლიანდეს. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა. მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილი ემზადება საქართველოს ოფიციალურად გადაუფორმოს მის მემკვიდრეებს. სააკაშვილი ხალხს აქტიური წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს. ვიდეო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. რატომ აძლევთ დღეს საქართველოსზე მომჯდარ ხაჩახთა ბანდას საშუალებას, რომ ასე გაგძარცვონ, ასე დაგცინონ და ასე დაგამცინონ. თბილისის, ბათუმის და თელავის განადგურება მიმდინარეობს. გავატარებთ ამ გრევასაც? მაშინ იცოდეთ, შემდეგ იქნება ჩვენი ძინძველი მიწის აფხაზეთზე ოფიციალურ ბულვარისტმა და მისი რუსეთზე გადაფორმება. და შემდეგ გამოცხადება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველოს ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე საკუთრებაში. ნოტარიუსი ადგენს ჩორველაში შესაბამის დოკუმენტს და მას ისე თქვენ მოგაწერია იმ ხალხს. აი იმ ხალხს, ვინც საკუთარი კალმისტრებით მიხვედით 2012 წლის არჩევნებს და საქართველოს გადაიყვანეთ გზიდან და აღმოჩნდა ჩიხის გზას, ჩიხში. სიტუაციაში მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. მე ეს ყველაფერი მოგეცით, ჩემი არაფერი არ მქონია აქედან არც სახლი მაქვს საქართველოში, არც კარი, ყველა საჩუქარი, რომელიც მე მომწეს პირადად, სახელმწიფოს გადავეცვა ერთადერთი რაც შემიძლია, მე ყველაფერი მოგეცით, ერთადერთი ის გაკეთება შემიძლია, ეს არის მოგიწოდოთ ძალიან გადამწყვეტი ბრძოლისთვის, გაბრძოლებისთვის და წმენისთვის, რომ ჩვენ ერთად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. მიხეილ სააკაშვილმა დღეს გააკრიტიკა რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაც. ნუ თუ არ გესმით, რომ საქართველოს რიყეზე აშენებული რიყის თეატრი. ეს არ იყო სააკაშვილის ახირება. ეს იყო მასიმილიანო ფუქსასის გენიალური ქმნილება, რომელიც დაასახელეს წლის საუკეთესო პროექტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე ცალკეული შემსრულებლის ან ხელოვანის. ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევთ, თქვენ გინგრევთ. ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. გიორგი ვაშაძეს, ზურე ჯაფარიძეს და ელენა ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე ვადით ციხე, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა.